დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფართოვდება 2026 წლის 1 აპრილიდან დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტი ერთ კლიენტზე თითოეულ ბანკში 30,000 ლარიდან 50,000 ლარამდე იზრდება. ფიზიკური და იურიდიული პირების რა მოცულობის დეპოზიტები ამ დროისათვის დაზღვეული და ცვლების შედეგად რამდენად გაეზრდებათ ბანკებს შენატანები. დეტალებით ქრისტინა გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. მაიკო მოგესალმები 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 64 მილიარდი ლარია, დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა კი 11 მილიარდ 300 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 10 მილიარდ 300 მილიონი ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტებია, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა მხოლოდ 972 მილიონ ლარს აღწევს. როგორც აღინიშნა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფართოვდება. ცვლილების შედეგად 2026 წლის ბოლოსთვის საბანკო სისტემაში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა უკვე 15 მილიარდ ლარს მიაღწევს. ეს კი მთლიანი დეპოზიტების დაახლოებით 20% იქნება. როგორც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, 2025 წელს ბანკებს სავალდებულო შენატანების სახით სააგენტოში წლიურად 75 მილიონი ლარის გადახდა მოუწევთ. შემდეგი წლისთვის კი ლიმიტის ზრდის ფონზე გადასახადი უკვე 80 მილიონი ლარი იქნება. გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ იცით მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყოველ ესე იგი სავალდებულო შენატანები არის რისკზე დაფუძნებული. ეს რისკის ზონები არსებითად გაუმჯობესდა. შესაბამისად, სავალდებულო შენატანების ოდენობაც არ იქნება ისეთი დიდი ტვირთი უკვე ბანკებისთვის. დაზღვეული დეპოზიტების ზრდა იქნება 30%-მდე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს ამდენი პროცენტით გაეზრდებათ სავალდებულო შენატანები. ყველაფრის ესე იგი რო შევწონეთ ჩვენ და ყველაფრის ესე იგი დაანგარიშების შემდეგ სადღაც 5-დან 10%-მდე იქნება ზრდა სავალდებულო შენატანებისა იმასთან შედარებით, რასაც იხდიან წელს. კანონმდებლობით მიკრობანკებს თითოეული მიანაბრიდან მხოლოდ იმ მოცულობის დეპოზიტების მიღების და განთავსების შესაძლებლობა აქვთ, რაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემითაა დაზღვეული. შესაბამისად, ამ სექტორის წარმომადგენლები დაზღვეული დეპოზიტების ლიმიტის 30,000 ლარიდან 50,000 ლარამდე ზრდას დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ცვლილება მათ მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს. დეპოზიტების დაზღვევის ზრდის და ზღვრის გაზრდა ეს იქნება სასარგებლო როგორც თავად მომხმარებლებისთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან დაბალრისკიანი დეპოზიტების ოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და გარდა ამისა, უფრო მეტი დეპოზიტის მოზიდვის შესაძლებლობა ექნებათ მიკრობანკებს, არა მხოლოდ წვრილი, ასე ვთქვათ, დაბალ ლიმიტში, არამედ უფრო მაღალ ლიმიტში და ეს სექტორის წარმომადგენლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მიკრობანკები მთლიანი, ესე იგი, მთლიანი საბანკო სექტორის მცირე ნაწილს შეადგენენ. არ არის დიდი შენატანები, თვითონ სადაზღვეო ფონდში მათი შენატანები არ არის მოცულობით დიდი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ აი ბოლო პერიოდში საკმაოდ შეიძლება თანხობრივად დიდი არ არის მათი შენატანები, მაგრამ პროცენტულად რაც შექონდათ, თქვათ, მაგალითად წლის დასაწყისისთვის, უკვე აი ამ თვის მონაცემებით და წინა თვის მონაცემებით ფაქტიურად გაორმაგებული არის ის შენატანები, რასაც იხდიდა მთლიანად ესე იგი ეს მიკრობანკები. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ და რიცხვებიც ამას იძახის, რომ ფაქტიურად დეპოზიტები მათთან ორჯერ გაიზარდა. ცნობისთვის დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი უკვე მე-13 გაიზარდა. თავდაპირველად სისტემა 5,000 ლარამდე მოცულობის დეპოზიტებს ფარავდა. 2020 წლიდან აღნიშნული ზღვარი 15,000-მდე, 2024 წლიდან კი 30,000 ლარამდე გაიზარდა. მადლობა ქრისტინა გამთენაძე, საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.